დღეს ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა გადაწყვეტილებას იღებს. წლების განმავლობაში ქართულ ოცნებას ყველა ის პირი გამოეცალა, ვინც ნამდვილად პროევროპული, პროდასავლური იყო. ყველა პარლამენტის 90 წევრი, ყველა მინისტრი, პარტიის ყველა მხარდამჭერი. ისინი ყველა ერთი მესიჯ ბოქსით საუბრობენ. ერთი განსხვავებული განცხადებაც კი არის მის ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც ისეთ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკური არ არის და რაზეც განსხვავებული აზრი შეიძლება ნებისმიერი მათგანისგან გაისმას. როდესაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ, ისინი მათი პროგრამის შესაბამისად იქცეოდნენ. მათი პროგრამა კი საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელება იყო. სწორედ ეს მმართველი პარტია იყო, რომელმაც 2018 წელს მუხლი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტმა ქვეყნის ევროპულ კურსს მხარი უნდა დაუჭიროს. ეს არის მუხლი, რომელიც იმპიჩმენტის დროს არგუმენტად გამოვიყენე. 2021 წლიდან ქართულმა ოცნებამ ძალაუფლების განმტკიცება, მედიისა და სასამართლო სისტემის შეზღუდვა დაიწყო. ეს ნელი პროცესი იყო, რომელიც უკრაინაში ომის დროს გაძლიერდა და დაიწყო პირდაპირი ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა. განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს სანქციებს არ შეუერთდებოდა, რომ პარტნიორები საქართველოში ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნას გეგმავდნენ და არსებობდა ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტია. ამ დროს ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ვიხილეთ თავდასხმები ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოების ზოგიერთ ელჩზე, როდესაც მათ ქმედებებს აკრიტიკებდნენ. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა მნიშვნელოვნად გაძლიერდა და უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში კრემლი საქართველოს ხელმძღვანელობას მუდმივად აქებს.